მოგესალმებით, ეს არის მეორე დღე, რომელსაც ვიღებ, მზადების მეორე დღე, ასე ვთქვათ. მოკლედ, წინ დარჩენილი გვაქვს 7 კვირა და 3 დღე. მოკლედ, დილის ფორმას ვნახავთ ახლა, კიდევ. მერე უკვე კვებებით დაგიბრუნდებით, დღეს ახალი კვება გვაქვს. გაგაცნობთ ყველაფერს და მოკლედ, ნახოთ. მოკლედ, პირველი კვება გვექნება ისევ 5 კვერცხის ცილა, 1 გულით, 1 კიტრი, 1 პომიდორი და 2 გრამი მარილი. კვერცხში ისევ დამატყობელი ვქენი, გულში როგორც დავარდეთ. ანალოგიურად გვექნება დღესაც. უბრალოდ შემცირებული ნახშირ წყალი გვექნება დღეს შედარებით. იმიტომ დასვენების დღე გვაქვს. ხო, დასვენების დღე. ნახოთ რა იქნება მოკლედ. ესე იგი, დღეს არის ოთხშაბათი. პირველ საათზე გვაქვს მათემატიკა, ეხლა არის 11 საკლია 15 წუთი დაახლოებით. პირველ კვებას მივირთმევ, გავამზადებ. მუთლიანად დავუშვებ. ხო და ესე იგი, დღეს პირველ საათზე გვაქვს მათემატიკა. გუშინ არ მეძინია კარგად, ვიდეოს ვაედიტებ მთელი ღამე. და დღეს დილას დავდე პირველი ვიდეო, ამას არ დიდი ალბათობით ხვალ დავდე ისევ ამ პერიოდში. მოკლედ, ესე იგი, ალბათ ამას რო შევჭამ დავიძინებ ცოტა ხანი და მე შემდეგი კვებით ჩაგერთვებით ისევ, დაგიბრუნდებით. ნახოთ რა როგორ წავა ყველაფერი, ერთად გავაკეთოთ. მოკლედ რო ვატრიალებდი, ცოტა გამიფუჭდა, მაგრამ არა უშავს. გემრიელად ჩანს. მე მგონი რომ ძალიან კარგი გამოვიდა გემოთი. ნახოთ როგორ იქნება. აქეთ კიტრი და პომიდორი გვაქვს. აქეთ 8 გრამი მარილი. და ამას ახლა ამოვიღებ. ნახოთ, ეს არის პირველი კვება ჩემი. ესეთი გამოვიდა. ახლა მოვაყაროთ მარილი. ისევ ტკბილი არის ეს, დამატყობელი უქენი. ნახოთ რა, წესით კარგი გამოვა. ესე იგი, ახლა პირველ საკლია 20 წუთი, 20 წუთში გვაქვს მათემატიკა. ეს არის ჩვენი მეორე კვება. აქ გვაქვს 1 კიტრი, 5 გრამი ზეითუნის ზეთი, 200 გრამი ქათმის ფილე და მარილი. მოკლედ, მეორე და მესამე კვებაზეც ზუსტად იგივე გვაქვს. ერთნაირი კვებები არის. ნახშირ წყალი არ გვექნება არც ერთზე და მოკლედ რა ვიცი, წერან ვერ დავიძინე. დღე რაც გავიღვიძე, იმის მერე სახლის ლაგებაში ვარ, ოთახი მივალაგე, მოვაწესრიგე, მე სახლზე გადავედი და მოკლედ მათემატიკაზე შევხვდებით და მე უკვე ვნახოთ რა იქნება. ესე იგი, ეხლა მივიდივართ მათემატიკაზე. ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ არა უშავს. ჯერ ნაგავს გადავყრი. მაგინში შევალ, უშაქრო კოკაკოლას ვიყიდი, თორემ მაგის გარეშე მართლა ვერ ვძლევ, ედიქტედ ვარ, დრაგები არის ჩემთვის ეგენი. მოკლედ, წავით მათემატიკაზე, იქ ალბათ ჩამეძინება, არაფერს არ გავაკეთებ, არც ვეულვი მაქვს არაფერი. წელს მე ვაბარებ. აბა შენიციოთ. მოკლედ გავედით რა. წავით. მათემატიკის მასწავლებელი ყავს შოუნაბიჩი.
ვაჟამი ესამე ხა, სვაჟი. მათემატიკის მასწავლებელი ყავს ორნობიჩში. მოიბრანჭებოდი. აი, აქ ცხოვრობ ჩვენ რა. და მასწავლებელი ცხოვრობს აი აქ. აი იმ კორპუსში. ვიდეო ხო უნდა მოგიხოდა და ეხა ფილბოქსთან წამოვიხი, წამლებსაც დავლევ. ყოველდღე? აუ, დღეს რა მარი ამისწორდა ეგ შენი ვიდეო, იცი? დილით ვიმოვდექი, მეთქი რას უყუროთ ხო? შენი ვიდეო ამოვიგე. ეგრევე ჩავრთე. ჩვენ ხوارი. მოკლედ მოვიდით მათემატიკაზე უკვე. ესეც მანქანის კარდიო. ეს პროსტა მე ვარ ძალიან საფრთხე, ძალიან ახლოს გია. ხო, კილომეტრებში იყო რა. მეორე ქალაქში არის ჩვენი მასწავლებელი. 709 რო გაქვს მანქანაში. 5 დღიანი რა. არა. მე 6 საათზე ეხა ფეხით რა მიყვანს მე. მოკლედ. დიდი ალბათობით კიბეზე დავიბრიდებ. არა ვნახოთ რა. დავით ეხა და რო ჩამოვალ დაგებრუნდებით კიდე. აუ ტელეფონი არ მომაწოდე რა. ოღი ლარიანები უყრია ამ ჩათლახს ამას. ეხა აქ კუნთებს დავჭიმავდი, მაგრამ მოკლედ მკლავიანი მაიკა არ მაცვია, თორე ას მანქანად დიდ მაჩენს სარკეში. ლიფტში მოვედით, 10 თრიანი ვიპოვე ჯიბეში ჩემ ბედზე. აქ აი ვერ ვიტანა, ამას ვერ ვიტანა. მაგის. მეექვსე ხო? ო, მოკლედ. აი ბანკეტზე ვინც შემახდა, ცეკვის იმაზე, გადი ბიჭო. ცეკვის იმაზე ვინც შემახდა, ეს ბიჭი არის. რომელმაც დამიზიანა ზურგი. თვითონ მითხრა. გადიხე ხო? თუ არა. ეხა ავალ მე დააფშუო შევედი. გამოჩნია საერთოდ. მათემატიკაზე. მაგრამ ის გამოჩნია რაც ახატია შენ ხო გავს, იმიტომ რომ აი სათვალე ხო აქ უკვე? მოკლედ, აი ეს როლი ბაჭი გამასწავლა, იმიტომ რომ მე როლი არ დამოქი. მადლობა მას. ეხა მოვედი სახში მათემატიკიდან. ეს უკვე გაეთმელოდება. ესეც აქცევს კურსუნებს. ოღონდ ეგეთ ვაჟა მყავს. ვაჟა ხელი დამიქნია შეჩე. ჩაპი დაო. ჩემ გოგო. უკ. ჩემი ავტობუსის გაჩერება. კაცი. შევძამ. ალბათო შედ. მოვედით, ძალიან დავიღალე, აი ძალიან გავიწურე, ნახშირწყალი არ მქონია, მათემატიკას მორჩა. მათემატიკაზე ძირითადად სულ ვიწექი, არაფერი მიკეთებია. ეს ჩემი ჟოხრი ყოლა. მოკლედ. ერთი წუთი. მე ხო ვეული არ დამაქ არაფერი და მასწავლებელმა არ მახსოვს გითხარით, რომ მასწავლებელმა მეჩუქა აი ეს ვეული. შიგნით ყველაფერი ჩამიწერა ფორმულები და რაღაცა. ეს და თან ეს იმიტომ გიყიდეო რომ გავსო რა სათვალეო და თმაც ესეთი ანუ რა მე მგონი მართლა გავსე ესე აი ავეთ ეხა კვებას გავიკეთებ და დაგიბრუნდებით რა მოკლედ დღეს დიდი ისეთი ვაფერი ვიდეო არ გამოდის იმიტომ რომ ვარჯიშიც არ მაქვს დასვენების დღე მაქვს მაგრამ ეს ჩემი მეთოდის კოლექცია ეს ჩემი სათამაშოები აქეთ რაღაცები ოთახსაც განახეთ პარემ რა ვიცი ეს ჩემი სერტიფიკატი რომელიც ტატოსთან გავიარე რავი ეს ჩემი ძველი სპორტიდან მოყოლებული რაღაცები პერსეკის ნიშნები აქეთ შოკოლადები რომელიც ერთი სული მაქვს რომ ჭამა აქეთ ჩემი Hot Wheels-ის და სათამაშოები ეს აი ამას ზაფხულში არა ამას 18 წელს რო გავხდები ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება და იმედი მაქვს იმ ვიდეოსაც შემოგთავაზებთ მომავალში. აი ამას. ამიტომ დაველოდეთ.
ესე იგი რა ვიახდა. დებილო. ეხლა მოკლედ ჭურჭელი მაგ დასაწყი. ქათმის ფილესაც გავარჩევ, იმიტომ რომ გამითავდა. უშინ გამოვიღე და გავალხვე. შევგაზმავ და ყავასაც გავიკეთებ. იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვარ ენერგიო დღეს მიწევს. ძალიან ცოტა ნახშირ წყალი, აი ძალიან და აი საშინლად მოქმედებს ჩემს განწყობაზე რა. ანუ არ ვიცი, აი ძალიან განადგურებულად ვარ და მალე მექნება რეფიდი. ჩემო მეგობარმა ვინც მეხმარება. მოიცა ხუთშაბათს გექნება რეფიდიო და ჩაგიგდებო რა, ისე რა ქვია. ანუ არ გეტყვიო რევი გექნებაო, მაგრამ სურპრიზად დაგიტოვებო რა და ანუ მაგის გაგებაზე ძალიან გამიხარდა რა, აი ძალიან გამიხარდა. ეს განახებთ სკრინსაც ამოვარდება აქ. და აი ერთი სული მაქვს რომ ეგ დღე დადგეს რა, უკვე ხუთშაბათი მოვიდეს რომ ნახშირწყლით ჩავიტვირთო რა. იმიტომ რომ ფორმა ისეთი არის რომ უკვე კარგად მიდის რა საქმე წესით. აი, ავედი ეხლა მე მოვა. ესე იგი, ქათმის ფილი გავარჩიე. ეხლა უნდა დავჭრა და ჩავყარო ქვაბში. რომ შევინახო, თეთრისთვის გადავინახო. ძალიან უენერგიოდ ვარ, აი ძალიან უხასიათოდ, მაგრამ ანუ დღეს რასაც ვქვია, ძალიან გამახალისა ყველა იმ სიტყვა, რომელიც დახარჯეთ თქვენ და წინა ვიდეოზე, არ ვიცი, აი ისეთი კომენტარები და ისეთი რეპლეიები წამოვიდა, რომ აი მართლა არ მოველოდი რა. აი მთელი დღეა მაგაზე ძალიან გახარებული ვარ. აი არც კი მოველოდი, რომ გავაგზავნებდი გადაღებებს რა, მაგრამ აი ამ ყველაფრის მერე ისეთი სიტყვები დახარჯეთ, ისეთი სიტყვები გამოვუშვით, რომ როგორ უნდა გავჩერდე რა, არ ვიცი მართლა. მოკლედ ყველას გაფასებთ, ძალიან მიყვარხართ და აი მართლა ბევრს ნიშნავდა ეს ჩემთვის რა. მოკლედ ეხლა ქათმის ფილეს დავჭრი, მივხედავ, მერე შევწვალ. ეხლა არის 3 საათია ზუსტად 3 საათი არის. მივხედავ, შემდეგი კვება გვექნება სადაც 4-ისკენ. 200 გრამი ქათმის ფილე, 1 კიტრი, 5 გრამი ზეითუნის ზეთი და მარილი. მოკლედ ნახოთ რა იქნება და როგორ. მოკლედ 20 წუთში გაკეთდება ჩვენი ქათმის ფილე და დაგიბრუნდებით. ესე იგი, ახლა არის 7:30 დაახლოებით. 250 გრამი კარტოფილი გვაქვს, 100 გრამ ქათმის ფილესთან ერთად. ეს კვება იქნება ვარჯიშამდე pre-workout meal-ი, ასე ვთქვათ. სადაც ნახშირწყალი გვექნება. პირველი ნახშირწყალი არის დღეს ეს. არ ვიცი. თვალებიდან უგაცრემლები მომდის. ისე დავიღალე.
ესე იგი, აქ გვაქვს 100 გრამი ქათმის ფილე, 250 გრამ კარტოფილთან ერთად, რომელსაც ახლა აირფრაიერში გამოვაცხობ და უკვე ჩაგერთვებით კვებიდან. ესე იგი, ეს არის ჩვენი ბოლოს წინაკვება დარბაზამდე. 250 გრამი კარტოფილი გვაქვს, ქათმის ფილესთან ერთად 100 გრამი, 5 გრამი ზეითუნი, მარილი ბევრი. აქეთ ერიკას ვუყურებთ. რა ვიცი, დარბაზამდე ამას მივირთმევთ და მერე ჩავალთ კარდიოზე, საათნახევარი გავაკეთებთ და პრესი გვაქვს დღეს კიდე. დაგიბრუნდებით დარბაზიდან მერე უკვე. ესე იგი, ეხლა ჩავდივართ დარბაზში. ძალიან დავიხალე. კარდიო გვაქვს დღეს საათნახევრიან, უცებ გავაკეთებ. უცებ რა გავაკეთებ. პრესი კიდე. 2 ვარჯიში გვექნება პრესის. და მერე უკვე ხვალისთვის პატარა გროშერი ჰოლი გვექნება. რაღაცებს ვიყიდით ლიბრეში. და ნახოთ. დაგიბრუნდებით მერე დარბაზიდან. მოკლედ, მესამე კადრს წერ უკვე, რამდენიმე არ ჩაიწერა, ზოგჯერ გავაფუჭე რაღაცა. ესე იგი, ვარჯიშს მოვჭით, პრესი გავაკეთეთ, კარდიოს გავწურეთ საათნახევარი. ეხლა ცოტა ჩამოვჯექი, მოვსულიერდით, თორე ფეხზე ვეღარ ვიდექი, ისე ცუდად გავხდი. ბოლო 20 წუთი კარდიოზე, ველოზე როგორ გავქაჩი, არ მახსოვს, ფეხები, მუხლები ისე მიკანკალებდა, რომ არ ვიცი, აი შეიძლება
სადმე წაქცეულიყავი თვალში ვეღარ ვიხედებოდი. მოკლედ, ეხლა ჩვენი ბოლო კვება სახში რომ მივალთ გვექნება 35 გრამი ბრინჯი, რაც არაფერი არ არის, 100 გრამი ქათმის ფილე და დავიძინებთ. ესე იგი, კიდე რა ხდება? რა ამბები მაქვს ახალი? აქედან სახში სანამ მივალთ მაღაზიაში წავალ, უნდა ვიყიდო ხვალისთვის რაღაც ინგრედიენტები, რაც დამჭირდება. ხვალ გვაქვს რეფიდი, მოკლედ 5 შაბათი არის ხვალ და რატომღაც 1-2 საათი წინ მეგონა რომ 2 შაბათი იყო დღეს და 5 შაბათამდე 1-3 დღე მაინც ქონდა დარჩენილი, მაგრამ თურმე 4 შაბათი არის. 5 შაბათს გვექნება რეფიდი, ანუ ხვალ. რაში მდგომარეობს ახლა ეს რეფიდი? კუნთებში რომ გლიკოგენის მარაგი ავავსო და კუნთური მასა არ დავკარგო და ჯანზე ვიყო უფრო მექნება მაღალ ნახშირწყლის დღე. მაგრამ ეს ნახშირწყალი არ იქნება არც დარღვევით, არაფრით. ანუ იგივე ყვება, უბრალოდ მეტი ნახშირწყალი. კარტოფილი, ბრინჯი, ჩვეულებრივ, უბრალოდ გაექვსმაგებული რა, ასე ვთქვათ, რავი. მოკლედ, მაგალითად, ხვალ გვექნება 600 გრამი ნახშირწყალი. რაც ძალიან მიხარია, ჩემ დოპამის აი აქედან, სადღაც აი აქ წევს. ძალიან ხვანდელ დროს უკვე მოუთმენად ველი მაგის გამო მარტო. კიდე რა ხდება, ესე იგი. ხო, რაც ხვალისთვის არ მექნება რაღაცები უნდა ვიყიდო მაღაზიაში, ეხა თან წაგიყვანთ, იმედია გადავიღებ, იმიტომ რომ, რავი, ეგეთი რაღაც ჯერ არ გადამიღია, იმედია მოვახერხებ თან. ეხა ლაპარაკი მიჭირს უბრალოდ ისე ვარ, ვერ ვფიქრობ, რას ვამბობ, რა ვერ ვაზრონებ. ისეთი გამოცვლილი ვარ და უენერგიო. მოკლედ კიდე რა შეიძლება მეთქვა? მეტი არაფერი მახსენდება. ხო, მოკლედ პატარა რეფიდი გვექნება ხვალ. პატარა რა, 600 გრამი ნახშირწყალი, თავარია თავზე არ გადავიდეთ და უნდა გავაკონტროლო თავი, ინსულინი რო ამიწევს უფრო და უფრო მეტს მომთხოვს ჩემი ორგანიზმი, რასაც აუცილებლად გავაკონტროლებ, უნდა ვეცადო ყოველ შემთხვევაში და აი ბოლომდე უნდა გავაკონტროლო მაგაში თავი რა. და თან დამეხმარება ის ყოველივე რომ ვიდეოში გაგიზიარებთ და უფრო ჩემ თავში ვიქნები ისე რომ ანუ თქვენ რო განახებთ, უფრო არ დავარღვევ რა. იმიტომ რომ თქვენ რომ მიყურებთ რაღაცა ის უფრო мотивация და 1000 რაღაცა არის რა, ზემოქმედება არის ჩემს. მოკლედ ახლა წავედით და დაგიბრუნდებით უკვე რო ავალთ ესე იგი ბანანი ავიღეთ. ახლა ვეძებთ ხლებს, rice cake-ებს. ესე იგი ხლებს ვიყავე, მაგრამ ისეთი არ არის როგორც მე მინდოდა, მე უფრო ტკბილს ვეძებდი. ამიტომ არ ვიცი რომელი ავიღო ნახა. ესე იგი, ლიბრეში ვიყავი შესული. წესივად ვერც გადავიღე. ერთი ის რომ მეუჩვეველი ვიყავი, მეორე თან ვცდილობდი რომ არ შევემჩნიე ხალხს, ცოტა რთული იყო. თან ვერ ვიშოვე რაღაც ინგრედიენტები, თავით არ შევედი, თან დამოვიწყდა საერთოდ გადაღება. მოკლედ, რაღაც ნაწილი ვერ ვიშოვე, არ იყიდებოდა, რაღაც ნაწილი ვიშოვე. ესე იგი, წამოვიღე კილოგრამი და ნახევარი ბანანი დაახლოებით. rice cake-ი რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო ტკბილი, აი არომატით რო არის. თაფლით და რაღაცა ეგეთით. მაგრამ არ შევებოდა არც ეგ. რატო შევედი მანდ მაღაზიაში, არ ვიცი. წავსულიყავი სამი ფრესკოში ან უფრო ქსელ მაღაზიაში. მეგონა იქნებოდა, ნუ მოკლედ.
წამოვიდე ეს და ბანანი. სხვა ჯემი და რაღაცა ისეთები მოცვი, ისინი ვერ ვნახე რა. ხო და მოკლედ ეხლა გვექნება შემდეგი კვება. ესე იგი, ჩვენი ბოლო კვების დრო დადგა, რომელიც იქნება 35 გრამი ბრინჯი, 100 გრამ ქათამთან ერთად. კიტრიც უნდა მქონოდა და უბრალოდ კიტრიც ვერ ვიშოვე მაღაზიაში, თქვენ წარმოვიდგინეთ. ამიტომ როგორმე ავიტანა. ესე ავწონოთ. ესე იგი, ბრინჯი გავაცდეთ. სადაც სამჯერადი წყალი ვუქენით და ეხლა მიკროფონში შევდეთ 20 წუთი. ამასობაში ქათმის ფილეც გავამზადოთ 100 გრამი. ესე იგი, აქ გვაქვს 35 გრამი ბრინჯი, 5 გრამი ზეითუნის ზეთი ისევ და ისევ და 100 გრამი ქათმის ფილე. და რა თქმა უნდა, ესე YouTube-თან ერთად. მოკლედ, ძალიან დავიღალე დღეს და აქ დაგემშვიდობებით. ხვალე ისევ დაგიბრუნდებით ძალიან მაგარი ვიდეოთი წესით. ძალიან კარგი ვიდეო გამოვა. ნახოთ.